წარმოგიდგენთ სააღრიცხვო პროგრამა ბალანსის ვიდეო ტრენინგების კურსის მეხუთე ტრენინგს. RS-ი. მოცემული ტრენინგის თემებია: RS-ის აღრიცხვის აწყობები, RS-თან დაკავშირებული შესყიდვის ოპერაციები, შესყიდვა სასაქოლო ზედნადებით, მომსახურების შეძენა ანგარიშ ფაქტურით, RS-თან დაკავშირებული რეალიზაციის ოპერაციები, სასაქოლო ზედნადების და ანგარიშ ფაქტურის გამოწერა რეალიზაციის დოკუმენტიდან, გაცემული ზედნადებების მიხედვით რეალიზაციის დოკუმენტების შექმნა. ზედნადებიანი ფაქტურის ჩამოტვირთვა, მომსახურების შემთხვევაში, საქონლის შიდა გადაადგილების ზედნადების გაწერა და ჩამოტვირთვა, RS-ის ანგარიშგებები. ტრენინგი დავიწყოთ RS-ის ფუნქციონალის აღრიცხვის აწყობებით. მოდულში ადმინისტრირება გვაქვს RS-ის აღრიცხვის აწყობები. ეს არის პირველი ეტაპი, რითიც უნდა დავიწყოთ RS-ის მოდულში მუშაობა. პროგრამის RS-თან დაკავშირება შეგიძლიათ ორგანიზაციისა და მომხმარებლების მიხედვით. ორგანიზაციის მიხედვით ნიშნავს პროგრამაში RS-ის პორტალზე დამატებული ერთი საერთო ქვემომხმარებლის მონაცემების გაწერას. მომხმარებლების მიხედვით ჩანართში შეგიძლიათ ბაზაში დამატებულ თითოეულ მომხმარებელს გაუწეროთ მათი საკუთარი RS-ის პორტალზე არსებული ქვემომხმარებლის მონაცემები, რომლითაც ინფორმაცია RS-ზე გაიმიჯნება ქვემომხმარებლის ჭრილში. თუ RS-ის პორტალზე და პროგრამაში მითითებული მონაცემები თანხმედრაშია, მაშინ ღილაკზე კავშირის შემოწმება დაჭერით დაკავშირება წარმატებით განხორციელდება. განვიხილოთ გაცემული სასაქოლო ზედნადების RS-თან დაკავშირებული აწყობები. ალამი ნომენკლატურის კოდი სასაქოლო ზედნადებისთვის. სასაქოლო ზედნადების გამოწერისას ველში კოდი გაიგზავნება ნომენკლატურის შესაბამის ველში მითითებული მნიშვნელობა. ალამი გაცემული სასაქოლო ზედნადების ტიპი. სასაქონლო ზედნადების გამოწერისას დეფოლტად არჩეული იქნება ამ ველში მითითებული ზედნადების ტიპი. ალამი ნომენკლატურის შესაბამისობის დადგენა გაცემულ სასაქონლო ზედნადებთან. სასაქონლო ზედნადებიდან რეალიზაციის ჩამოტვირთვის დროს ნომენკლატურის შესაბამისობა ავტომატურად დადგინდება არჩეული ველის მიხედვით. ალამი RS-ის პორტალზე უსასყიდლო მიწოდების დროს გამოჩნდეს. სასაქონლო ზედნადებიდან კომპენსაციის გარეშე რეალიზაციის ჩამოტვირთვის დროს ზედნადების თანხა ავტომატურად დადგინდება არჩეული ველის მიხედვით. განვიხილოთ მიღებული სასაქონლო ზედნადების RS-თან დაკავშირებული აწყობები. ალამი სასაქონლო ზედნადებთან შესაბამისობის კონტროლი. მითითებული მნიშვნელობის მიხედვით მოხდება შესყიდვის შესაბამისობის კონტროლი სასაქონლო ზედნადებთან. შესაძლებელია თითოეული მომწოდებლისთვის მიეთითოს კონტროლის ტიპის განსხვავებული მნიშვნელობა მითითებულ ლინკზე დაჭერით. არ გაკონტროლდეს ნიშნავს იმას, რომ შესყიდვის დოკუმენტის კონტროლი სასაქონლო ზედნადებთან არ განხორციელდება. პოზიციების მიხედვით გულისხმობს შესყიდვის დოკუმენტის კონტროლს სასაქონლო ზედნადების პოზიციების მიმდევრობის გათვალისწინებით. საერთო თანხის მიხედვით აღნიშნავს შესყიდვის დოკუმენტის კონტროლს სასაქონლო ზედნადებთან თანხის მიხედვით. ალამი ნომენკლატურის შესაბამისობის დადგენა მიღებულ სასაქონლო ზედნადებთან. შესყიდვების ჩამოტვირთვისას სასაქონლო ზედნადების მიხედვით ნომენკლატურის შესაბამისობის დადგენა განხორციელდება არჩეული ველის მიხედვით. მაგალითად, თუ არჩეულია დასახელება და სასაქონლო ზედნადებში საქონლის დასახელებაში მითითებული მნიშვნელობა ემთხვევა პროგრამაში ნომენკლატურის დასახელებას, შესაბამისობის დადგენა განხორციელდება ავტომატურად. ალამი ზედნადების საქონლის კოდით შეივსოს ნომენკლატურის. შესყიდვების ჩამოტვირთვისას ნომენკლატურის არტიკული შტრიხ-კოდი შეივსება არჩეული ველების მიხედვით. მაგალითად, თუ არჩეულია არტიკული, დამუშავებიდან შექმნილ ნომენკლატურის ცნობარს არტიკულის ველი შეევსება ზედნადებში არსებული საქონლის კოდით. განვიხილოთ ანგარიშ ფაქტურების RS-თან დაკავშირებული აწყობები. ალმის ანგარიშ ფაქტურის შექმნის შესაძლებლობა სასაქონლო ზედნადების გამოწერის გარეშე ჩართვის შემთხვევაში, ანგარიშ ფაქტურის გამოწერისას არ გაკონტროლდება საფუძველ დოკუმენტზე მიბმული აქტიური ან დასრულებული სასაქონლო ზედნადების არსებობა. გადავიდეთ ჩანართზე RS-თან ავტომატური სინქრონიზაცია. ალმის RS-დან ზედნადებების ავტომატური ჩამოტვირთვა მონიშნვის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება შემოსავლების სამსახურის პორტალიდან ყოველდღიურად ზედნადებების ავტომატური ჩამოტვირთვა და შესაბამისი დოკუმენტების გაფორმება. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ალმები. RS-ის პორტალზე და საბეჭ ფორმებში გამოჩნდეს. RS-ის პორტალზე ნომენკლატურის შეფუთვების გამოყენება. RS-ის პორტალზე და საბეჭ ფორმებში გამოჩნდეს ნომენკლატურის შინაარსი. RS-ის პორტალზე სერიის დასახელების ატვირთვა. ანგარიშ ფაქტურების სტატუსების ავტომატურად განახლება. ანგარიშ ფაქტურის კონტროლი.
RS-ის კომენტარის ველში შეგიძლიათ შეავსოთ ინფორმაცია, რომელიც დეფოლტად იქნება შევსებული სასაქონლო ზედნადებისა და ანგარიშ ფაქტურის გაწერისას. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე, RS-თან დაკავშირებული შესყიდვის ოპერაციები. განვახორციელოთ შესყიდვა სასაქონლო ზედნადების საფუძველზე. ძირითად მენიუში აირჩიეთ შესყიდვების ან RS-ის მოდული. გახსენით მიღებული სასაქონლო ზედნადებების ჩამოტვირთვის დამხმარე. აირჩიეთ პერიოდი, რომელსაც განეკუთვნება საჭირო სასაქონლო ზედნადებები. სურვილისამებრ მიუთითეთ ფილტრი მომწოდებლით, სასაქონლო ზედნადების ნომრით, სატრანსპორტო ავტომობილის ნომრით ან მიწოდების მისამართით. დააჭირეთ ღილაკს განახლება და მითითებული ფილტრების მიხედვით გადაივსება სასაქონლო ზედნადების ცხრილი. შეგიძლიათ ჩამოტვირთული სასაქონლო ზედნადების შერჩევა შესყიდვის დოკუმენტთან დაკავშირების მიხედვით. არ არის შერჩევა, მხოლოდ მიბმული, მხოლოდ მიუგმელი. ცხრილი შეივსება სასაქონლო ზედნადების ყველა ძირითადი მონაცემით, რომელიც არის პორტალზე. ზედნადებების ცხრილში თითოეული სტრიქონის ფერი ასახავს მის სტატუსს, მიბმულია თუ არა ის პროგრამაში შესაბამის დოკუმენტთან. შავი. სასაქონლო ზედნადები არ არის მიბმული შესყიდვის დოკუმენტზე. ნაცრისფერი. სასაქონლო ზედნადები მიბმულია დოკუმენტზე, მაგრამ დოკუმენტი არ არის გატარებული. ჩაწერილია დრაფტის სახით. მწვანე. სასაქონლო ზედნადები მიბმულია გატარებულ შესყიდვის დოკუმენტზე. გადავიდეთ სასაქონლო ზედნადების ცხრილულ ნაწილზე. რა ტიპის აქტივის შესყიდვის დაფიქსირება უნდა მოხდეს, განსაზღვრავს სვეტი ტიპი. შესაძლებელია 3 ტიპის აქტივის შესყიდვის დაფიქსირება. საქონელი. მიეთითება ნომენკლატურა ტიპით საქონელი. გამოიყენება მარაგის შესყიდვის დასაფიქსირებლად. ხარჯი. მიეთითება ნომენკლატურა ტიპით მომსახურება. გამოიყენება ხარჯის შესყიდვის დასაფიქსირებლად. ხარჯის აღრიცხვის ანგარიში განისაზღვრება ნომენკლატურის ბარათზე. ძირითადი საშუალება. მიეთითება ძირითადი საშუალება. გამოიყენება ძირითადი საშუალების შესყიდვისთვის ან ძირითადი საშუალების ღირებულების გაზრდისთვის. ნომენკლატურის ცხრილის შევსებისას ავტომატურად ხდება ტიპის შევსება მნიშვნელობით საქონელი. მნიშვნელობის შესვლა შესაძლებელია უშუალოდ სტრიქონში მისი მექანიკური კორექტირებით, ან ჯგუფურად რამდენიმე სტრიქონის მონიშვნით. ამისთვის დააჭირეთ ცხრილის ზემოთ განთავსებულ ღილაკს შევსება. შემდეგ აერჩიეთ ტიპის შევსება და შესაბამისი ტიპი მიუთითეთ. ჯგუფური შევსების გამოყენება შესაძლებელია ნომენკლატურის ან ძირითადი საშუალების მნიშვნელობის გადავსებისთვის. ამისთვის დააჭირეთ ღილაკს შევსება, შემდეგ კი აერჩიეთ ნომენკლატურის ძირითადი საშუალების შევსება. შევისყიდოთ საქონელი სასაქონლო ზედნადების საფუძველზე. ზედნადების არჩევისას საქონლის ცხრილში სვეტები ტიპი და ნომენკლატურა ავტომატურად ივსება დადგენილი შესაბამისობით. იმ შემთხვევაში, თუ პირველად ხდება მომწოდებლისგან რომელიმე საქონლის მიღება, პროგრამა ცდილობს ავტომატურად დააყენოს შესაბამისობა აწყობებში მითითებული პარამეტრის მიხედვით. თუ ვერ მოხდა აღნიშნული პარამეტრით ნომენკლატურის მოძიება, ნომენკლატურის არჩევა უნდა მოხდეს მექანიკურად. იმ შემთხვევაში, თუ ნომენკლატურა პროგრამაში არ არსებობს, შეგიძლიათ დაამატოთ ობიექტი დამატება ღილაკზე დაჭერით. ამავდროულად, თქვენ შეგიძლიათ ველი ნომენკლატურა დატოვოთ ცარიელი და პროგრამას შესყიდვის შექმნისას ავტომატურად შექმნის ზედნადებში არსებული დასახელებით ახალ ნომენკლატურას. ძირითად ზომის ერთეულს კი შეავსებს ზედნადებში არჩეული ზომის ერთეულის მიხედვით. ამავე მომწოდებლისგან იგივე პოზიციის განმეორებით შესყიდვისას, პროგრამა ავტომატურად შეავსებს ნომენკლატურის ველს, ვინაიდან შესაბამისობა უკვე დადგინდა. განვიხილოთ ძირითადი საშუალების შესყიდვა სასაქონლო ზედნადების საფუძველზე. ძირითადი საშუალების შესყიდვისას, იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი საშუალება უკვე დამატებულია ძირითადი საშუალებების ცნობარში, საჭიროა მისი არჩევა ველში ძირითადი საშუალება. შესაძლებელია რამდენიმე პოზიციისთვის მოხდეს ერთი ძირითადი საშუალების მითითება, რა დროსაც შესყიდული აქტივების ღირებულება ერთიანად აისახება ერთი ძირითადი საშუალების ღირებულებაზე. ამისთვის შესაძლებელია ჯგუფური გადავსების გამოყენება. იმ შემთხვევაში, თუ შესაწყდი ძირითადი საშუალება პროგრამაში დაფიქსირებული არ არის, პროგრამა საშუალებას იძლევა მიუთითოთ ძირითადი საშუალების კატეგორია ველში ძირითადი საშუალების კატეგორია და შესყიდვის დოკუმენტის შექმნის პარალელურად მოხდება ძირითადი საშუალების დამატება არჩეული კატეგორიისა და სასაქონლო ზედნადებში მოცემული დასახელების მიხედვით. კატეგორიის მიხედვით მოხდება ძირითადი საშუალების აღრიცხვის ანგარიშებისა და ცვეთის პარამეტრების შევსება. ცხრილური ნაწილის შევსების შემდეგ შექმნათ შესყიდვის დოკუმენტები. შესყიდვის დოკუმენტების შესაქმნელად ჩამოტვირთული სასაქონლო ზედნებები მონიშნეთ ალმით.
დააჭირეთ ღილაკს დოკუმენტის შექმნა. დოკუმენტების ჩანართში მონიშნეთ სასურველი შექმნილი დოკუმენტები. თითოეული შესყიდვის დოკუმენტისთვის სურვილსამებს შეავსეთ ველის საწყობი მექანიკურად ან ჯგუფურად ღილაკზე საწყობის შევსება დაჭერით. დააჭირეთ ღილაკს დოკუმენტების გატარება. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. მომსახურების შეძენა ანგარიშ ფაქტურით. გადადით RS-ის მოდულში და დააჭირეთ მიღებული ანგარიშ ფაქტურების ჩამოტვირთვას. მიუთითეთ სასურველი პერიოდი და დააჭირეთ ღილაკს ჩატვირთვა. ჩამოტვირთვისას თქვენ გაქვთ დარიცხვის დოკუმენტისა და ანგარიშ ფაქტურის მიბმის ორი ვარიანტი. დოკუმენტის თანხით. გულისხმობს დარიცხვის დოკუმენტისა და ანგარიშ ფაქტურის თანხის დამთხოვის შემთხვევაში მათ ერთმანეთზე მიბმას. მიბმული სასაქონლო ზედამეტების ნომრებით. გულისხმობს სასაქონლო ზედამეტების ნომრის მიხედვით შემოსვლის დოკუმენტისა და ანგარიშ ფაქტურის ერთმანეთზე მიბმას. გასათვალისწინებელია, რომ შესყიდვა სასაქონლო ზედამეტების საფუძველზე უნდა იყოს შექმნილი ანგარიშ ფაქტურის ჩამოტვირთვამდე. სპეცფაქტურის ჩამოტვირთვისთვის მონიშნეთ ალამის სპეცფაქტურის ჩატვირთვა. შემდეგ დააჭირეთ ანგარიშ ფაქტურების სასაქონლო ზედამეტების გარეშე ღილაკს და აირჩიეთ ფაქტურა. დააჭირეთ პლუს ღილაკს და შექმნით შემოსვლის დოკუმენტი. დოკუმენტების ჩანართიდან გახსენეთ შესყიდვის დოკუმენტი, მიუთითეთ შესაბამისი ხარჯის ანგარიში და გაატარეთ დოკუმენტი. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. RS-თან დაკავშირებული რეალიზაციის ოპერაციები. განვიხილოთ სასაქონლო ზედამეტების გაწერა რეალიზაციაზე. ელექტრონული სასაქონლო ზედამეტების ატვირთვა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე RSG-ზე ხდება პროგრამიდანვე, პროგრამის აწყობებში მითითებული პარამეტრების მიხედვით. ზედამეტების გამოწერა შესაძლებელია უშუალოდ რეალიზაციის დოკუმენტიდან, სასაქონლო ზედამეტების ჟურნალიდან ჯგუფურად რამდენიმე რეალიზაციაზე ერთდროულად. განვიხილოთ ზედამეტების გამოწერა რეალიზაციის დოკუმენტიდან. შექმნით და გაატარეთ რეალიზაციის დოკუმენტი. დააჭირეთ ლინკს სასაქონლო ზედამეტების გაფორმება. ზედამეტების ფორმაზე ავტომატურად ივსება მყიდველის შესახებ ინფორმაცია. სასაქონლო ზედამეტების შესახებ ინფორმაცია ივსება მანუალურად ოპერაციიდან გამომდინარე. განვიხილოთ ზედამეტების შემდეგი ტიპები, მიწოდება ტრანსპორტირებით. მონიშნეთ ზედამეტების ტიპი ტრანსპორტირებით. აირჩიეთ შესაბამისი ტრანსპორტირების ტიპი, მაგალითად საავტომობილო. აირჩიეთ სატრანსპორტო საშუალება, რომელიც შეგიძლიათ დაამატოთ, ან წინასწარ დამატებული ცნობარიდან აირჩიოთ. ინფორმაცია სახელმწიფო ნომრისა და მძღოლის შესახებ ავტომატურად გადაივსება. შეავსეთ მისამართების დანაყოფი. ტრანსპორტირების დაწყების მისამართი ავტომატურად ივსება გამგზავნის საწყობის მისამართით, ხოლო ტრანსპორტირების დასრულების მისამართი მყიდველის ფაქტიური მისამართით. მიწოდება ტრანსპორტირების გარეშე. მონიშნეთ ზედამეტების ტიპი ტრანსპორტირების გარეშე. შეავსეთ მისამართების დანაყოფი. ტრანსპორტირების დაწყების მისამართი ავტომატურად ივსება გამგზავნის საწყობის მისამართით, ხოლო ტრანსპორტირების დასრულების მისამართი მყიდველის ფაქტიური მისამართით. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. რეალიზაციის დოკუმენტის საფუძველზე ანგარიშ ფაქტურის გაწერა. ანგარიშ ფაქტურის გამოწერა შესაძლებელია უშუალოდ რეალიზაციის დოკუმენტიდან, ანგარიშ ფაქტურების ჟურნალიდან ჯგუფურად რამდენიმე რეალიზაციაზე ერთდროულად. განვიხილოთ ანგარიშ ფაქტურის გამოწერა რეალიზაციის დოკუმენტიდან. შექმნით და გაატარეთ რეალიზაციის დოკუმენტი. დააჭირეთ ლინკს ანგარიშ ფაქტურის შექმნა. ანგარიშ ფაქტურის შექმნისას გარკვეული ველები ავტომატურად ივსება. საფუძველი. გენერირდება იმ რეალიზაციის დოკუმენტით, რომლისთვისაც იქმნება ანგარიშ ფაქტურა. მყიდველი. ივსება რეალიზაციის დოკუმენტში მითითებული მყიდველით. ნომერი. იქმნება ანგარიშ ფაქტურის შექმნის ან ჩაწერის დროს. შექმნის თარიღი. ივსება დოკუმენტის გატარების პერიოდით. წარდგენილია. ივსება დოკუმენტის გატარების პერიოდით. ოპერაციის თვე. დოკუმენტის გატარების თვე. დეკლარაციაზე მიბმის სტატუსი. თუ არ არის მიბმული დეკლარაციაზე, სტატუსით შესაბამისად იქნება არ არის მიბმული. სასაქონლო ზედამეტების ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ რეალიზაციაზე გაფორმებულია სასაქონლო ზედამეტები, ავტომატურად ივსება სასაქონლო ზედამეტების ნომერი. თანხა. თანხა DGG-ს გარეშე. DGG. ივსება რეალიზაციის დოკუმენტიდან.
დააჭირეთ ღილაკს შექმნა. მას შემდეგ, რაც დავასრულებთ ანგარიშფაქტურის შექმნას, შესაძლებელია მისი გადაგზავნა. განვიხილოთ ანგარიშფაქტურების ჟურნალიდან ჯგუფურად რამდენიმე რეალიზაციაზე ერთდროულად ანგარიშფაქტურის გაწერა. გახსენით გაცემული ანგარიშფაქტურების ჟურნალი. განახორციელებთ დოკუმენტების შერჩევა ფაქტურის პერიოდისა ან ოპერაციის პერიოდის მიხედვით. მონიშნეთ სასურველი რეალიზაციის დოკუმენტები ალმით. ალამი კონტრაგენტების მიხედვით გაერთიანებული ფაქტურების გამოყენება გულისხმობს იდენტური კონტრაგენტების მქონე რეალიზაციის დოკუმენტებზე გაერთიანებული ანგარიშფაქტურის გაწერას. დააჭირეთ ღილაკს ოპერაციები და აირჩიეთ შესაბამისი ოპერაციის ტიპი. მაგალითად, განვახორციელოთ ანგარიშფაქტურის გადაგზავნა. ოპერაციის დასრულებისას შეგიძლიათ იხილოთ, რომ ორივე რეალიზაციის დოკუმენტზე გაეწერა გაერთიანებული ანგარიშფაქტურა კონტრაგენტის მიხედვით. განვიხილოთ ერეზე შექმნილი რეალიზაციის ზენადების ჩამოტვირთვა პროგრამაში და მის საფუძველზე რეალიზაციის დოკუმენტის შექმნა. შედით ერესის მოდულში და გახსენით რეალიზაციის ზენადებების ჩამოტვირთვა. მონიშნეთ სასაქონლო ზენადები. თუ არსებული საქონლის შემოტვირთვა ხდება პირველად და შესაბამისობა დადგენილი არ არის, ნომენკლატურის ველი მექანიკურად შეავსეთ. ან დატოვეთ სერიალი და პროგრამა ავტომატურად შექმნის ნომენკლატურის ცნობარს იდენტური მონაცემებით, რაც ზენადებშია მითითებული. დააჭირეთ ღილაკს დოკუმენტის შექმნა. მიუთითეთ საწყობი და გაატარეთ დოკუმენტი. განვიხილოთ ის ფაქტურა, რომელზეც გაწერილია ზედნადები. შედით ერესის მოდულში და გახსენით მიღებული ანგარიშფაქტურების ჩამოტვირთვა. მიუთითეთ პერიოდი. აირჩიეთ ანგარიშფაქტურა მომსახურებით და დააჭირეთ ღილაკს მონაცემების შევსება. ვიზუალურად შეგიძლიათ განასხვავოთ საქონელი და მომსახურება ერთმანეთისგან. წითლად აღნიშნულია მომსახურება, წითლად გაუტარებელი საქონელი და მწვანედ გატარებული საქონელი. აირჩიეთ ფაქტურა. დააჭირეთ პლუს ღილაკს და შექმნით შემოსვლის დოკუმენტი. განვიხილოთ შემდეგი საკითხი: საქონლის შიდა გადაადგილების ზედანების გაწერა და ჩამოტვირთვა. გადადით ერესის მოდულში და გახსენით საქონლის გადაადგილების ჩამოტვირთვის დამხმარე. ჩამოტვირთეთ სასაქონლო ზედნადები და აირჩიეთ სასურველი ობიექტი. მიუთითეთ გამგზავნი და მიმღების საწყობები. სრულ ნაწილში კი შეგიძლიათ იხილოთ სასაქონლო ზედნადებში გაწერილი საქონელი. დააჭირეთ ღილაკს დოკუმენტის შექმნა. გადადით დოკუმენტების ჩანართში. გაატარეთ და გახსენით დოკუმენტი. პროგრამიდან საქონლის შიდა გადაადგილების ზედნადების გაწერისთვის გადადით საწყობის მოდულში, გახსენით საქონლის გადაადგილების დოკუმენტი და დააჭირეთ ლინკს სასაქონლო ზედნადების გაფორმება. შეავსეთ ყველა საჭირო ველი და შემდეგ დააჭირეთ ღილაკს გააქტიურება. განვიხილოთ ერესის ანგარიშგებები. განვიხილოთ მიღებული ელექტრონული ზედნადებების ანალიზი, საერთო. ანგარიშგებაში შეგიძლიათ დაადაროთ საიტზე არსებული მონაცემები პროგრამაში დაფიქსირებულ მონაცემებს თანხების მიხედვით. ასევე შესაძლებელია კონკრეტული ფილტრის დადება და მონაცემების შესაბამისად დაფორმირება. განვიხილოთ მიღებული ანგარიშფაქტურების ანალიზი საიტის მონაცემების მიხედვით. ანგარიშგებაში შეგიძლიათ დაადაროთ საიტზე არსებული მონაცემები პროგრამაში დაფიქსირებულ მონაცემებს. ამავდროულად შესაძლებელია არა მარტო თანხების დადარება, არამედ სხვა მნიშვნელოვანი რეკვიზიტების დათვალიერება და ერთმანეთთან შედარება. განვიხილოთ დარიცხული DGG-ს ანალიზი. ანგარიშგება აღწერს რა მოცულობის DGG არის დარიცხული კომპანიაში კონკრეტულ პერიოდში. მოცემულ ანგარიშგებაში შეგიძლიათ იხილოთ თითოეული დოკუმენტის ჭრილში დაფორმირებული თანხა DGG-ს გარეშე და DGG. შემდეგი ანგარიშგებაა ჩასათვლელი DGG-ს ანალიზი. მოცემულ ანგარიშგებაში შეგიძლიათ დაინახოთ ინფორმაცია DGG-ს შესახებ შესყიდვის მომენტში.
შუა ნაწილში დაინახავთ მონაცემებს ანგარიშ ფაქტურის გატარების საფუძველზე. ბოლო ნაწილში იხილავთ DGG-ს ჩათვლებს. იმედი მაქვს მიღებული ინფორმაცია სასარგებლო იქნება თქვენს პრაქტიკულ საქმიანობაში. დღეისთვის სულ ეს იყო. გმადლობთ ყურადღებისთვის და შევხვდებით მომდევნო ტრენინგზე.